აუ რა მაგრად გამიხარდა რა ფისტას ვერგები მაქვს 10 წელი 15 წელი და რომელ წელშია ეს ახლა არის მე-7 თუ მე-8 წელშია და პირველი ნიშანი მომცა აი ზემოთ აუ რა მაგრად გამიხარდა ეს არის ყველაზე დიდი 1 2 და იქ მე-3 სულ 15 ენერგი მაქვს და აი ძალიან გამიხარდა ძალიან მაგრად აი დღესაც სადაცურები ეხლა დაიწყება სადაცურების ამოსვლები აი აქ მაგ და იქ აუ რა კაი ამას მე გადაუღებ კარგა ამათ გამოჩდება მაგრად რო გამიხარდა აუ დიდება უფას რა ეხა ყურძენივით იცის ამან დასხმა იმენა მაგრად გამიხარდა ამას დავდებ ეხლა და მოვეფერები კიდე ამას მე მოდი ერთის გადავიღოთ აი აქ მოდი აქ რა ხდება ეხლა რა მოკლედ რა ეს რო ავაშენი რო გავაკეთე აქ მინდოდა ის რა იატაკი გაკეთებული მქონდა კიდევაც რა რაღა ფიცები მქონდა ის დაგებული და ქვემოთ კიბე იყო შესასვლელი იქ ჩახვიდოდი და ამეებზე მინდოდა მეთქი ივერს დავალაგებ რაღაცეებს რა მარანის პონტი მინდოდა რა მაგრამ სანეობლებიც გავუკეთე ეს ცოტა ქვემოთ იყო ეს სანეობლები ხა მოწი იმიტომ რომ ეხლა სხვა რაღაც ვაპირებ რა ხო და ჭმაიც იქიდან მიწარვარი და რაღაცა ვერ იმუშავა რა ამან რა არის გაკეთებაც მინდოდა არ გამოვიდა ეხა ისე ქვებს ყრი ვერ იმუშავა იმიტომ ვერ იმუშავა რომ ის მაინც ნესტი იყო რა ხო და ეხა გადავწყვიტე ეგეთი რაღაცა რომ ესენი ამოწიე სანეავებლები მაინც ესენი დაუტოვე რა აღარ გავაუქმე აი იქ ქვემოთ სულ ჩავყარო მიწა და ქვევრები მაქვს ეხა იმასაც გადავიღებ იმ ქვევრებსაც რა 7 წელი ქვევრი მაქვს ნაყიდი რა 100 ლიტრიანია თითო და მეყოფა მე რა მოდი ჯერუსებით გადავიღოთ ქვევრები აი ესენი 7 წელი ქვევრი ვიყიდე ხო და ნენელა მომღამებ რა მაგერებს ხო ეხლა რა ხდება მაიც კიდე ბევრი უნდა ვთქვათ იქ რო ამოვავსებ მიწით მე აქ ნახე როგორ ლაგდება 1 2 3 4 5 6 7 რა ლამაზად რა ოღონდ ჯერ სანამ მაგას მაქვევრებს ჩავალაგებ იმან მითხრა რა რომ გარედანო მაინცო შელესეო რა ეს ქვევრებიო და რავი შევლესავ რა ბუნებრივად მინდოდა ყველაფერი მაგრამ ანუ როგორც არის ეგრე გავაკეთე და მე აქ რაღაცა ეს ქვევრები ხო იქნება ხო და ხრეს დავაყრია რაღაცა და ანუ ალბათ მე ცოტა ისე ცემენტს დავასხავ და იქნება რა და ეხლა მე კიდე ისიც ხომინდოდა რა ის რა ქვია მე ხო პირველად ვაკეთებ ეხლა ამ ყველაფერს ესეც მე თვითონ ავაშენი კაროჩი და რა ვიცი რა ვამოღამებ რა ნელა რა მაგებს რა შენებლობა რაღაცა უფრო კაია რა ყველაფერი ეს ყველაფერი შენ თუ ვაკეთებ ხო და მე კიდე ამას გავლისავ გავალამაზებ ეხლა აქ ესენი რო არის რაღაცები დალაგდება რა რაღაცები ხო და ეხლა რას ფიქრობ რა ეს ქვევრების რო ჩავალაგებ აქაც მე ლამაზად გაილესება გაკეთდება რაღაცები ყველაფერი რა მაგრამ აქ ხატები რა მაგრამ ხატები იყოს ჯერჯერობით მე არ ვიცი მაგ ქვევრებში ანუ როგორც ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ ეგრე მინდოდა ძალიან მაგრამ რა თქმა უნდა ის რა ქვია თავის ჭაჭაო კლერტიო წიბწებიო რავი მე ის ყველანაირად რაც კი აქვს ყურძენს კაროჩე რომ თელი ქვევრში როა რა დიდი ხანი რო აჩერებენ და მე რაღაცა მაგრამ ეხა წარმოიდგინე პატარა ქვევრები მაქვს 100 ლიტრიანია თითო წარმოიდგინე და როგორ რაღაც მოვიფიქრე იცი ეხა ყურძნებიც მაქვს დარგული კიდევ გავ რა შეივსება და ეგენი წამომეწევია ნენელა ხო და უკვე ნენელა მე წელს თუ არა მომავალ წელიდან ცოტა დაწურებს დავიწყებ რა უკვე ერთი სული მაქვს როგორ მიხარია პროსტა რა რო არ გვიროს დავწურავ წარმოვიდგინე და ხო ყველაზე თავარი რაც არის ანუ არც ერთი გრამი შაქრები და წყლები და რაღაცები არ უნდა შეურიო ოღონდ რა ხო და ქვევრები რომ ექნება აქ მე იმებს ვიყიდი რა ისინი რო არის რაღაცა პლასმასის რო სხვა გზა არ არის რა ოღონდ ნუ შედარებით ისინი ხო იყიდება კარგი პლასმასები და რაღაცა რო არ ნახე რას ამბობ მე აქ იქნება დავალაგებ ერთი ალბათ 3 წელი 200 ლიტრიანი დაჭირდება რა 700 ლიტრა 700 ლიტრა ისინი არის 700 ლიტრა ქვევრი გამოდის 7 წელი 100 ლიტრიანი და ერთი 3 წელი 200-იანი არა ნუ კაროჩე აი დავალაგებ რაღაც ვიზავ რა და ხო ჩაჭლიტავ რა მაგაში რა მე კაროჩე ვისწავლი კიდე რა იქ უყურებ ინტერნეტში ყველაფერს რა ყველაფერს ჩაჭლიტავ იმას იზავ ხო და ალბათ 25 დღე თუ რაღაცა დადუღდება რა 1 თვე ალბათ ყველაზე მეტი ხო და მე მაგას კაროჩე ნახე რას გავაკეთებ აქ ხომ ექნება ქვევრები რა და სუფთა წვენს შაუშვებ ამ ქვევრებში რა სუფთა წვენს კაროჩე ხო და მაინც ძლიერი ღვინო იქნება რა
ეხა დიდი ქვევრი, აი ეხა ერთი დიდი ქვევრი რო იყოს, კაროჩი. თავი ერთი ორტონიანი რაღაცა, მაგაში შეიძლება რომ სუნთლიანად ჩაყარო, ჩაჭყლიტელი ისინი რა. და მე მთელი ერთი წელი და რაღაცა ეგრე იყოს, კაროჩი და ძალიან ძლიერ ღვინო გამოვა, ვიცი ეგენი რა რაღაცეები მეც ხა უყურებ რა, მაგრამ კაროჩი ერთი თვე რო დავადუღო იმებში და მე ცარიელი სუფთაწვენი არანაირი არ წარი არაფერი რა თქმა უნდა რა. მე ზიზღება ეგეთთან მაგის მუხამი მაქვს რომ ეგეთი ღვინო მინდა რომ მქონდეს რა. სულ რა თან ჩემი ნაშრომი და რაღაცა. ხო და სუფთაწვენს რო ჩავასხა მაქვეულებში იქნება სუფთა ის იქნება რა ღვინო რა. კიდე ხა აღარ მაგონდება ისე თქვა შეიძლება კიდე აქ. ისეთი არაფერი მოკლედ ქვევრების ამბავში უკვე გადავიყე რა ვიდეო რა. ანელა დავიწყებ კიდე რაღაც ვიდეოებს რა. ხმა მაიღე ფანდუროს თემაში. ხო და ეს სანიარულებიც მაინც გავაკეთე. ნახე ხა არის კი არ თავიდან გავაკეთე, მაგრამ აღარ გავაუქმე რა. აქ მარანის ის მინდოდა და ეხა ნახე ანუ აქ რო ქვევრები იქნება, იქიდან ესე იქ და ხო არის ჰაერი ხო შემოდის რა და ვიღაცამ თქვა კაროჩი რა ვიდეოს რო ყურებდი რომ ანუ იქ მარანშიო იმიტომ აკეთებინო ბუხარსო რომ თან ჰაერი მატერიალოსო თუ რაღაცაო რავი რატო თქვა არ ვიცი მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე მაინც ვფიქრობ რომ აქ ესე ქვემოთ ქვევრების თავები რო იქნება ესე ჰაერი რო გაუვლის და გამოვლის ცუდი არ იქნება რა და ესენი დავტოვე რა და მე რა თქმა უნდა უფრო ლამაზადაც გავაკეთებ ამერს რა ხო და ეგ იყო ჩემი კომენტარი კაროჩი აი დაждები ეს ვარდები და რაღაცეები მალე ხა დაიწყებს ხო და ეს გასახეხი მაქვს ესეც მე გავაკეთე რა მე კიდე გავალამაზებ და ანუ აგვისტოში და ისე მაგრაც ხელა, კაროჩი, რომ როჩაწვები ძალიან მაგარია რა. და ხო, ანუ როც ხელა ეგ ბასეინი გავაკეთე მაგისთვის პატარა და ზამთარში ახლა ის მინდა რა, რო ცივა. პატარა საუნის თემა მინდა რა. Once upon
სინათლე უკუნიძე ბევრად მეტია მე შენი სული ჩემს სხეულში ვეღარ მოვარგე რადგან თვალების სიღრმე არსად არ დაედია შიშველ დღეებთან ჩამოჯდება ცივი ზამთარი ზემოინატრებ ჩვენს სხეულზე ამონათებას მე არავინ ვარ გარდა ერთი ლოთი მხატვარი